ვიდრე არასდროს მართალია დავაგვიანეთ უკვე მთელი დღე და უკვე რამდენი ხანია უკვე აეროპორტებში და თვითუნავებში ვარ და აგენ მესამე თვითუნავშიც სწორედ ნევარკისკენ მიმოვარ თვითუნავისკენ დაგვიძახეს გავიხედოთ როგორი ამინდია მგონი კარგი ამინდია და სავარაუდოდ აქაც კაი ამინდი იქნება უბრალოდ დასამნანია რომ გვიან მომიწევს ჩასვლა და ტაქსით არ მინდოდა წასვლა მაგრამ ეს მატარებელი და ავტობუსიო პირველი საათამდე მუშაობსო და ნახოთ აბა მაინც ყველაფერი ბიუჯეტური ამბავია და უნდა მოვასწროთ აქ პანჯერასთან ვერ მოვდი უბრალოდ ჩემი ადგილია მაგრამ კანტონი დაждდა და ხوار დაუწყებ კიდევობას ვერ მოვითმინე და უკან ნახე რომ ხო პანჯერასთან ადგილია და ბიჭთხოვე მეთქი დამსვი მეთქი და დამსვა აი ბიჭმა დამით მოადგილი მაინც ვიდეოს რო ვიღებთ პანჯიდან გადაღებული მაინც სხვა არის თან მესამე თვითმფრინავია რამდენ ხანში უკვე ფაქტურად გზაში ვარ უკვე რაღაც 1:25 საათი რა დაბრკოლება გვაქვს ჩვენ ფაქტურად ეს თვითმფრინავი ან ნევარკში დაждდება ან ნიუ-იორკში ნევარკში პირველ საათამდე მუშაობენ ავტობუსები და მატარებლები პირველი და მერე იწყებენ დილის 4 საათზე მუშაობას და თუ ნიუ-იორკში დაждდა ეს თვითმფრინავი ხო მაშინ მთელი ტრანსპორტის უმუშაო JFK-ის აეროპორტში იქიდან მატარებლიც და ავტობუსით წასვლა შედარებით იაფია საათზე $20-25 ხდება სახლამდე მისვლას მომდება $20 ტაქსი გამოვიძახენ ნევარკიდან სახლამდე $140 უნდა და ნიუ-იორკიდან 60-70 JFK-დან ბრუკლინამდე შემიძლია დაურეკო მეგობრებს თხოვო მაგრამ მაინც არ მინდა იმიტომ რომ ღამეა მოგესალმებით ამერიკა როგორ არის ხო ყოველი დრო წუთი ადამიანები ისვენებენ ახლა ჩემი წასვლის გულისთვის ალბათ არ შევაწუხებდი მაგრამ ჩემი აზრით მოვასწრებთ აგრეთვე გვითხრეს რომ თორიაო ბოდიში მოიხადეს რომ შეიძლება დავაგვიანოთ ამდენად არ მინდა ახლა მეგობრები შევაწუხოთ თან ღამე თან თოვში ჯობია მე თვითონ მოეტყვიან ჩემი ფეხით მივიდე სახში დავიძარით შარლოტის აეროპორტს თვითუნავში დავიძინე და პრობლემები არ შემექრა მაგრამ მაინც ეთქობა წინა ღამე ეს ღამე და უკვე ძილისკენ მეკაჩება რა რაეთი 1 საათი და 15 წუთში ვიქნებით ნევარკში ამ მომენტში ვინაიდან კიდევ შეიძლება ღამე მომიწიოს სიარული ამიტომ ეხლა თავარია აფრინდეს და მე უკვე მოიწვიან 1 საათი კიდე წავთვლი მაv პირველად 1 დღის განმავლობაში 3 აეროპორტი ვნახეთ თბილისის მიუნხენის შარლოტა და ბოროს დავეშვებით ნევარკში ან ნიუ-იორკში 4 აეროპორტის ნახვა მოგიწევს მეძინები მეცული მაგაფრინდეს რომ ეს 40 წუთის მეყოფა რომ ფორმაში მოვიდე ზოგიერთი თვითმფრინავი ასაფრენი ზურგის წინ ჩერდება ცრავს ხოლმე თვითმფრინავს ზოგი პიტაპი არ ჩერდება და პიტაპი მიაწვება ხოლმე ასე ვთქვით აბა ეს ზული რას იზავს ზული მეთქი მფრინავი რას იზავს აი გამოჩნდა ასაფრენი ზული თუ ჩამოსაფრენია გამოჩნდა ასაფრენი ზული ხა ამას გაუსწორდება დასწრებს
გაჩერდება. მომენტებში ფიქრობ არ გაჩერდება, რას გაიგე. და აი ამ გაჩერების დროს წინა ვიდეოშიც რო გითხარით, თუ ამ ვიდეოში თქვი ხო რომ აი რო გრიფავს ეს მანქანა, თვითმფრინავი და ველოსპორტის გიტავიკები რო აკეთებენ, იმას რო ოცნებოდი ადგილიდან მოხევის სიმძლავრეს რო ამჟღავნებს ხოლმე თვითმფრინავი. აი მომატაკას და მოწყვიტოს ეს. Subject Zolanda. Materiala. Ეხლა არ ამგონია რომ გაჩერდეს, ეხლა ალბათ პიტა აწვება. ამოჭდა საფრენიზორი პიტა ამას გაუსწორდება და წავა. Seatbelt physically fastened at this time.
კარგია 1 საათიანი ფრენა. უბრალოდ წავთვლი მე და თვითონმა დაიწყო დაშვება. აბა ნახოთ ეს ჩვენი ფრინავი როგორ დააჭეს ამ თვითონავს, თუმცა ისეთ რა ქვია ტურბო იმაში გავიარეთ. ჩემი აზრით დაჟლომა არ გაუჭირდება. ძალიან მაგრა ექნაებდა. გულახდილად გითხრათ დავიწაბე კიდევაც. ასეთი ქანაობა მე არ მახსოვს ჩემ პრაქტიკაში. ადრე მახსოვს 1-2 ხარში მოხდით. მაშინ ვიცოდით რომ ქარი იყო და ეხლა ასე პირდაპირ. ასეა თუ ისე გავიარეთ ის საშიში ზონა და დაგჭა ეხლა დაჟდომის მომენტი. გამოჩნდა ოღე ასე თქვა ამერიკული ქალაქი გაგაჭკაშებული რემონტებით, შუქებით, სიმდიდრით და ასე შემდეგ. ცოტა იქით ნიუ-იორკი ჩანს, თუ გამოჩნდა კარგია. ამერიკაში ვართ. დაფიქრე რამხელა, ენერგია რამხელა, თანხამით იცავს. გამოდიოდი ზემოდან უყურე და სულ ეს ქალაქებს უკაკაშკაშებული. აბა აეროპორტი თუ გამოჩნდება ჩვენი ნევარკის. სამსიმნეში გაიგე ხა სად არის აეროპორტი. ნიუ-იორკის სათავჯენებსაც ვერ ხედავ. თქვათ ორსართულიან ამერიკას რო ეძახიან, აი მის ზემოთავართ რა ეს ნიუ-ჯერსის დასახლებებია, ნევარკი, ელიზაბეტი, სიმპსონი და ესეთი ბევრი მეებს. ეხლა დღერო იყოს უფრო კარგად გამოჩნდებოდა, მაგრამ სიმდიდრე და სიძლიერე ეხლაც არ აკლია. ნატურებისა და სინათლის მიხედვიდან გამომდინარე. დოიჩი რომ მოხდები, როგორ განსხვავება ხო უმეტესი ხალხი ძალიან ღარიბია. საშუალო ფენა ისე რა, დანარჩენი არიან ძალიან ბევრი ძალიან მდიდრები, რომლებიც თავისი სიმდიდრით და ამოხატვით ძალიან გამორჩეულები არიან, მაგრამ ასე თქვათ სოციალურ ფენებს შორის დიდ განსხვავებას ნახულობ და ამერიკაში რა თქმა უნდა არიან ღარიბები, არიან ნაკლებად შემოსავლიანი ხალხი, მაგრამ ეხლა ბრათულ ქუჩაში ღალატებული და განორკამალებული არ არის. ზოგადად არ ეტყობა. მიუხედავად იმისა, კაპიტალისტური ქვეყანაა და კონკურენცია ძალიან დიდი. ამ მხრივ ამერიკას ამღისებას ვერ დაუკარგო. ჩინეთი ეწინააღმდეგება, ანუ ასე თქვა წამყვან ქვეყანად ითვლება, მაგრამ მაინც სოციალური განსხვავება იქაც არის. თუმცა კომუნისტური და სოციალისტური მომენტი უკავიათ, მაგრამ იქ ცოტა სხვანაირი რაღაცა რობოტებად გადაქცეული ხალხია და იქიდან გამომდინარე სიმდიდრე იქნება, მაგრამ ესეთი თავისუფალი არ არის რა, აი როგორც ამერიკა. აქ ღარიბიც კარგად აგზნობს თავს, საშუალო ფენაც და მდიდარიც. ამ მხრივ ამერიკა საკმაოდ თავისუფალი ქვეყანაა და ტყუილადაც არ ეძახიან თავისუფლების სიმბოლოს. ამერიკაში ყველა ადამიანი შეიძლება და
მაში, არც ქცევაში ვერ შეატყო. Ну, შეიძლება შეატყო თქვა რაღაცა ფეშენებული მანქანა, რაღაცა სახლი თუ აქ თორე ქუჩაში, კინოთეატრში, რა ვიცი, საზოგადო ადგილებში, თუნდაც აეროპორტებში განსხვავებას ვერ ნახულობ, ვერც ტანსაცმელში, ვერც ქცევაში და ვერც თავისებურ მიმიკებში. ამასობაში უკვე უახლოვდებით აეროპორტს და ეგერ შორ ჩანს ნიუ-იორკი თავისი შტა აქია სათავგენებით. ჩვენ უფრო აქეთ მოვდივართ. ამდენი საწყობებია რა. ჩვენ ხშირად გითქვამს და გვილაპარაკია სასაწყობო მეურნეობა ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიური დარგია ამერიკის ეკონომიკაში.
გახდებიო. Atraksiyoze var ra, isiti შტაბ-ბიჭლებებში. და. ახლა თამაშებს. მეცემა საშუალება აუცილებლად ხილი უნდა ჩამოვართვა რა. არ ვიცი, მაგრამ თოვლია, ნახეთ, სულ თოვლია გზაზე. თავარია დავეშვით და ჩვენი სახაერო მგზავრობაც დამთავრდება. ეს ბოლო ჩამოსვლა გულასხად გითხრათ, მაგრამ დამძაბა. ჯერ კიდევ გააზრებული არა, მაგრამ ბოლომდე ამბოხდა. ახლა თუ მომეცემა საშუალება ხელი უნდა ჩამოვართვა, გრინავს აუცილებლად. ბოლომდე არ არის კარგად კიდევ გაწმენდილი ასაფრენი ზოლები რა. ეხლა წმინდავენ. ამხილა თოვლი ყოფილა, ნახეთ შეხედეთ აეროპორტში ამხილა თოვლი და კიდე წმინდავენ ეგრე რა. არა ძმაო, ამ ფრინავა რაც გამოამჟღავნა, აუცილებლად უნდა მივიდე და ხელი ჩამოვართვა და ნახე რა წმინდავენ შეხედეთ რა. ხელა გორებია თოვლის. ეს აეროპორტში მიუხედავად ამდენი ჩემი ტრენისა, ასეთი რაღაცა მე არ მოსვლა. Can I speak with pilot? Can I speak with pilot? Terrible. Pilot. I think we're both out. I'm sorry. Thank you very much. You do a very good job. Thank you. Very good job. Thank you. სტუდიასა მომახსნევინა ვიდეო რა, ნუ იყებთ, მაგრამ
ისე გაუხარდა, აი მაინც მოვასწარი გადაღება რა ძალიან მაგარი საქმე გააკეთა და გაუხარდა ისე მართლა რა რობოტები ვით არიან რა. ამის აი როგორ დასვა ეცით ისა თვითმფრინავი ნუ სასწაული გააკეთა და მადლობა მაინც ვუთხარ. მე ყოველ შემთხვევაში ჩემ გამოცდილებაში ასეთი რაღაცა არ ყოფილა და მადლობა ღმერთს. ბედურების მეტი რა მაქვს ნანახი, მაგრამ დამწყდებოდა რომ რაღაცა მომხდარიყო, მაგრამ ამას თვლიან როგორც პროფესიონალური მადა როიღებო და მომახსნივნეს და რა და კაი თბილი კადრები კი გამოვიდოდა რომ მოეცა საშუალება რომ ბოლომდე გადამეღო. ნუ კარგი, თავარია კარგად დამთავრდა ყველაფერი. ეხლა თავარია წარმატებას, ბედნიერებას და ღმერთი იყოს ჩვენი ფარველი. მომავალ შეხვედრამდე.